კოსმოსური აპარატები და ასტრონავტები. ახლა, როდესაც გავეცანით მზის სისტემას და მის პლანეტებს, მოდით იმ კოსმოსურ აპარატებს გავეცნოთ, რომელთა მეშვეობით მივიღეთ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია კოსმოსის შესახებ. ასევე, გავეცნოთ რამოდენიმე გამორჩეულ ადამიანს, რომლებმაც დაუვიწყარი კვალი დატოვეს ასტრონავტიკის განვითარებაში. დედამიწის გრავიტაციის დასაძლევად და კოსმოსში გასაფრენად აუცილებელია სპეციალური ხომალდი, რაკეტა, რომელსაც ჩვეულებრივი თვითმფრინავისგან განსხვავებით, ფრენისთვის გარე ჰაერი არ სჭირდება. ეს აუცილებელია, ვინაიდან კოსმოსში უჰაერო სივრცეა, რომელიც დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება და აღნიშნული სიმაღლე საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის მიერ აღიარებულია როგორც დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის პირობითი საზღვარი, რომელსაც ეწოდება კარმანის ხაზი. კაცობრიობის ისტორიაში პირველი რაკეტები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ძველად ჩინეთში გამოიგონეს და მათ ცეცხლოვან ისრებს უწოდებდნენ. ისინი დაახლოებით იმ მაშხალებს წააგავდნენ, რომლებსაც ჩვენ საახალწლოდ ცაში უშვებთ ხოლმე და ვტყვებით ლამაზი სანახაობით. თუმცა რაკეტაზე, როგორც საფრენ აპარატზე, მეცნიერები სერიოზულად მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაფიქრდნენ. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა გამორჩეულმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა, როგორც კონსტანტინე ციალკოვსკი, ფრიდრიხ ცანდერი, ჰერმან ობერტი, ვერნერ ფონ ბრაუნი და სერგეი კოროლიოვი. რაკეტის ძრავი რეაქტიული პრინციპით მუშაობს. თუ რას ნიშნავს ეს, შეგვიძლია მარტივ ცდაზე ვნახოთ. გავბეროთ ბუშტი, შემდეგ კი გავუშვათ იგი. ბუშტიდან წნევით გამოდენილი ჰაერი გააფრენს მას გარკვეულ მანძილზე, მანამ სანამ ბუშტი არ დაიჩუტება. სხვათა შორის, ოკეანის ყველაზე დიდი უხერხემლო ბინადარი კალმარი სწორედ ამ პრინციპით გადაადგილდება წყალში. ის ჯერ აგროვებს წყალს საკუთარ სხეულში, შემდეგ კი მაღალი წნევით გამოისვრის მას და ამის შედეგად გადაადგილდება წყლის ჭავლის საპირისპირო მიმართულებით. 1942 წლის 13 ივნისს ნაცისტური გერმანიის მიერ წარმატებით გაშვებული იქნა პირველი კოსმოსური ბალისტიკური რაკეტა Pau-2. მაქსიმალური ვერტიკალური სიმაღლე, რომელსაც მან მიაღწია, 192 კილომეტრი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ რაკეტამ გადალახა დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის საზღვარი. რაკეტა ბარონ ვერნერ ფონ ბრაუნმა დააპროექტა, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობებზე ოცნებით იყო შეფრობილი. თუმცა მისი რაკეტა მალევე მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საზარელ იარაღად იქცა, რომელიც თესავდა სიკვდილს და ანადგურებდა ევროპის ქალაქებს. ცნობილია, რომ 8 თვის განმავლობაში განხორციელდა 3008 სარაკეტო იერიში ინგლისსა და ბელგიაზე, რასაც 15725 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხაროდ ისტორია მეორდება და დღესდღეობით იგივეს ახორციელებს რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე. ბომბავს და ანადგურებს ქალაქებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს საშინელებაა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ვერნერ ფონ ბრაუნი, როგორც სხვა ათასობით გერმანელი ინჟინერი და კონსტრუქტორი, ამერიკელებს ჩაბარდა. მოგვიანებით კი ამერიკულ კოსმოსურ პროგრამასაც ჩაუდგა სათავეში. დააპროექტა ისეთი გრანდიოზული რაკეტა, როგორიცაა სატურნ 5, რომლის დამსახურებით ადამიანი პირველად გაემგზავრა მთვარეზე. ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილი გადავწყვიტეთ აი ესეთ საინტერესო ადგილას გადაგვეღო. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია, სადაც განლაგებულია მარსზე მოქმედი მარსმავალი რობოტის Perseverance-ის ზუსტი ასლი, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს მარსზე, სწავლობს პლანეტას და გვიგზავნის ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას და ფოტოსურათებს მარსიდან. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ვიყურეთ და ლაიქეთ! ოჩა, ხაბა წარმატებებს გისურვებთ!